მოგესალმებით, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ დალაგების, იგივე სორტირების ინსტრუმენტზე. ეს ხატული არის სიის დალაგება. სიის დალაგება საშუალებას გვაძლევს მოცემული სია დავალაგოთ ამათი კრიტერიუმით და ერთ-ერთი თანმიმდევრობით ან აღმავალი ან დაღმავალი. მაგალითად, არის თუ არა ნანახი და თქვათ მოვაქციოთ ზევით ისინი, რომლებიც არიან ნანახი, ან პირიქით. მაგალითად, არის თუ არა გამოსათვლელი იგივე, ბოლოს მეცაინეობაში თარიღად გამიმული მიმართებაში კონკრეტულად გამოყენებადია ეს ინსტრუმენტი. მაგალითად, დაღმავალი თანმიმდევრობით ნიშნავს, რომ ზემოთ მოექცევა ეს ტესტები, რომლებიც ახლახანს გავიარეთ, თუმცა რომლებიც დიდი ხანი არ გადავიდა. ამიტომ შეგვიძლია შევატრიალოთ და ზემოთ ამოვიტანოთ ის ტესტები, რომლებიც დიდი ხანია არ მოხერხდნენ მეცაინეობაში ან საერთოდ არ მოხერხდნენ. როგორც ხედავთ, დამახსოვრება ხდება. მაგალითად, ნახოთ, სადაც მეცაინეობის რაოდენობა მოვაქციოთ ზევით მაღალი, თუმცა დაბალი. როგორც ხედავთ, 7 არის, აქ 1 არის და მოდის ქვემოთ. იგივე ეს მოხერხების რაოდენობა სწორი პასუხის პროცენტი მაგალითად აღმავალი თანმიმდევრობით პირველ რიგში შევხედოთ იმ ტესტებს, რომელსაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, ისინი მივეცადინოთ და ისინი მივეცადინოთ. ეს ძალიან მარტივი ინსტრუმენტია. ამ პროცესში შესაძლოა ნაკლებად გამოყენებადიც იყოს, რადგან ფილტრი უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას, რომ ამოვიფილტროთ ჩვენთვის სასურველი სამიზნე ტესტები, მაგრამ ეს ინსტრუმენტიც გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან მარტივად. მადლობთ ყურადღებისთვის.